მოვედი გავაგრძელებ ვიდეოს, ახლა გავაკეთებ რამეს. ჭაცვაც ხო ხო? სვირილზე მეკავება, ვიცი ჭადი არ დამეწოს. ერთი დიდი ხალხი მიდდა. როგორ ხართ რა შვებით? თქვენს კი როგორი ამინდებია. ახლა ამ დილას უფრო ციოდა. ოღონდ ინდექსი მოვიცი ეს. საფეხად ჩამოინგრა ისეთი ცვიმა და ქოხიდი ქონდა. შუქი გაქრა. ფოთაშურის დღესაც გაქრა შუქი. მაგრამ ამ შუქს რაღაც ამბულოხას მაინც ვითიშავენ, არ არის მასე და მოგიდებული მაი. ჭიქასა და ელვას. ნემეტარი ხშირად იშავენ. დროებით წყალში. მას გადავყრი და ვიდეოს გადამედო ჯუზი დაიჭირე. ხლა იდადა ჭაცვად. თვითონ ხელი უნდა დამეკრა და მაინც ხელი გამოვიდა. რაღაც მოვინდომე რომ რაღაცა მინდა გავაკეთო რა ჩემი ბური. ბური ვერსია. აი ზეთიდან დაცალას მალე ერთი აი მეკურს. ციმე ვიცი რა ვიცი. აი ჯუბი ახალი დავით. და გუშინ ყველაფერი დავრეცხი კიდევ კაი მომა. დავხე დავხეხე კიდევ კაი მოვასწარი. მერე ჩამოინგრა საფეხად. არ ვიცი ამ ბარათზე რა ვქნა ეს ბარათი ახლა რო გავაუქმო ყველაფერი უნდა გააუქმო მიბმული მაქვს იმას რო გავაკეთე მონეტიზაცია. იქ გამეუქმდება კი თავი. აი მე რამდენჯერ უნდა ვცადო აღარ ვიცი ყველაფერი გაუქმდება მაშინ. რაც ეს ბარათი გავაკეთე მასერე პრობლემა მაგზეთ რა შემომიჩნდა ბანკი თუ აკეთებს ჩემზე მეტი ვერავინ ვერ ნახენ რა ვიცი სხვას არ ამგონია ასეთი პრობლემა ქონოდეს ზე. ექვსი თვეა გასაჩივრების ვადა. მოვაძაფხულამდე არ იქნება პასუხი, ხო უყურე იმაზე იქამდე. რა ვიცი მე ხაერში უნდა ვიყო. რა აზრი აქვს. კიდე თუ დამიკეთები მას გავსრამეს მე უჩივი. ახლა დაბლოკილია და არ ვიცი რომ გავაუქმო. აი ესეც გამეუქმდება და მე რამდენჯერ უნდა გავაკეთო და ვცადო აღარ შემიძლია. ამნაირ რამე კი ნახე ახლა უკვე მე მომართება. ერთი ამნაირი რამე თუ დამართია ვინმეს რამე გადამეკიდა აი ბინარინე და აი რაღაცები გამოსართავიაო ის ვერი ზამსო ბანკშიო კიდე სულ არ ვიცი მე საიდან ჩაერთო ის ფასიანი გადასახდელი შიგან რამ ჩართო ერთი აი მაინტერესებს მე ახლა პატარა ბავშვით მაგის იმაში არ შევდივარ აპლიკაციებში და იმ ავუჩხი კედელაებ ყველა წუთში საერთოდ არაფერში არ შევდივარ რამ ჩართო ანდა ბარათით ახლა ყველა სარგებლობს და რა ვიცი მე და ასე გადასახადია შეეჭრებათ იმის მაღაზიაში რაღაც სარგებლობენ ამნაირი რამე გამიგია რა ვიცი მე
კაციანი გადასახდელია ვწერტილი. ეს თუ შენ დაგილოცეს, მე მილიონერთა მაფიქსირენ ალბათ და მართვევენ ზედ. YouTube-ის ხელფასეც ხო მაღაზი უნდა დაირიცხოს, მე რა ყველაფერი ჩაეხსნება და გასაკეთებელი იქნება თავით ახალ ბარათი. აი მე აღარ შემიძლია რა. არ ვიცი. ხათმედი ბანკი არ არის და რა ვიცი ეხლა. ამნაირი რამე ჩემთან რო ხდება. ხდება ნეტა ვინმე. აი სახში მოწყვეტილი ბულგარი. ეს კიდე იყო რამდენიმე ცალი, მაგრამ დავტოვე. და ეს საშუალო ბულგარული ჯერ ზარაგ დასრულებული და ჩვილი წიწაკები მაქვს ამაში. ზოგი მწარია და ზოგი შვილებია. შვილები არ არის მწარი, მაგრამ როგორც ბულგარული, ისეთ არომატს აძლევს სიპატარები. ხოდა დომინდა. ეხლა საჭმელში მისმიანა რო უკნა ეს არაფერი. უბრალოდ მოსახუში არ უნდა თავის თესლიან. თორე სახურავს სახთის. კარგად უნდა იყოს გამოცვლილი. მინდომი ახლა თორე მომარ გამიკეთებია რამე კი იყო მაინც საჭმელი რაცა მინდა სხვანაირი. ცოტა ცხარი. ეხლა მე რო ვაკეთებ ამაში კვერცხის ჩახლაც კაი იქნება. მაგრამ ჩემთან ლას არ უყვარს მას. ცალკე შეიძლება რომ გავაკეთო, მაგრამ ახლა მეცველი და ვინაღველი მაწუხებს. ტომატი, კვერცხი, ყველაფერი ერთად მერე პირის. მაგრამ რა ვქნა. ასე რო გავაჩერე მეტი არ გამოჩნდება მაინც. აქეთ გადმოარდება. აგვას ვარ. ერთი ცხარე წიწა გაუცილებ დავამატოთ. პერაშკი გამოვიდა ძალიან კარგი გემრიელი. და მე ყარაც ცხარე მასლები მაინც ამოვარდაკი. საკუში დარჩენილი ცომიკი და რაც მომჩება და პატარა კერა კაი დიდები გავაკეთე. ყველი ჩავდა შიგ და ძალიან გემრიელი იყო. და მიცურდა დაჯრი სადა და საპნევი რა
ჩემ ბოსტანში მოწყვეტილია, არ მიღებია. ყველაფერი კი გვინდა საერთოდ გქონდეს სოფელში, მაგრამ არ გამოდის არა. არ არის თორე კი გვინდა. აი მე ერთი ნახევარი ხახო ყოფილა კიდე. ერა მოშიშონა დაჩოვაჯერა. ოსაიას. ასეთი ამბები. Fenapis. Look it. ერთ ვიდეოში უყურეთ დუღარე წყალის ერთად არ ჭირდება რაღაცნაირად ასე აკეთებენ ჩამოუსვამ მაგრამ ვიდეოში ყველაფერი ადვილია და მერე ძრება თავისთან ჩამოპრესავენ გვერდებს ამის ვიდეოში რაც ნახე ისე ადვილად ვერაფერი ვერ გავაკეთე დაჩქარებულიც არ კიდე გარმოვდგანე და
არა. მოკლედ რა აღარ ხდება ხალხი გაბოროტებულია. ამ TikTok-ზე ხო რა ვიცი. რა ამბები. ახლა ბევრიდან მაქვს მოსმენილი, რომ საზოგადოებამ სოციალური მიუგზავნა. რატომ ათხოვს, რატო არ მუშაობს იმას სოციალური მიუგზავნა, ის იქნება ბავშვები წაართვან ვინმეს, იქნება აღარ მიცენ სოციალური არ შეიძლება ხალხო ასე გაბოროტება არ შეიძლება. გაგონილი გქონდა მოსმენილი აქამდე. პირველად არ მომისმენი. ვიცი რომ ბევრს უთქვია რომ ჩვენც მოგვიგზავნეს, მაგრამ ვერაფერი ვერ დაგვაკლო, არაფერიც არ სერიოზული არ გითხრა ამ სოციალურმა. არც ის წაართვენ, არც ბავშვები და არც დახმარება. ხოდა მე როგორც მაყურებელი არასდროს არ გამჩენია ვინმეს მიმართ იმის სურვილი რომ ვინმესთვის არ მიეცათ. და არ იქაუჩივლებ და სოციალურს გამოუძახთ, როგორ შეიძლება. ეგ ხალხო სოფლებში მაგის გარეშეც ხდება ეგ TikTok-ი არ იყო, მაგრამ მაგას აკეთებდნენ, არ შეიძლება ეგეც რაღაცას აკეთოს ბოროტი ადამიანები. სხვის ცხოვრებაში ჩარევა არ შეიძლება. ის თუ მათხოვრობს იმის საქმე, გინდა კუჯაში დაждდება, გინდა პირდაპირ ლაივში მათხოვრობს. მე მაგალითად ჩემი ჯიბიდან ხო არ ერიცხება, მე რატო უნდა ვინერვიულო, რატო უნდა ვიჩხუბო, ისე უნდა გააკეთოს სხვამაც. ბევრმა თქვა რომ მე არ ვურიცხავ, არც ნერვიულობ. ვიცი რა აბრაზებთ, რა აყვირებთ, სულ ისინი განიხილავენ, ვინც არ ურიცხავს. მაგრამ ვინც ურიცხავს, ისინი არ აკეთებენ მაგას. რატო უნდა ვაჩხუბო სხვის ჩარიცხულზე მე და ან რატო უნდა მივუჩითო რომ გააკეთოს. მან იცის მისი საქმე, მოვადრო და არის დამსავალ. თუ ისე ვიზამს თავისი საქმეა. მე პირადად ადამიანმა თქვა შემეხო, რატო უნდა ეს ვქნა, მაგ დაუწყო ჩხუბი. უაუზდელი და კიდე მის თავს მას იზამს. გამოაჩენს მისი სიუძდელით. ახლა კიდე მთელავენ გოგოს ხალხმა იმდენ იქნა ბავშვები რო წაართვა. მე მგონი დაიბრუნებს ახლა რაღაცას ასე კეთოთ არის საქმე. როგორ შეიძლება უმტკიცებენ პირველად არ მიყურებია და შევჩერებულ ვარ ხოლმე მიყურებია ასე თუ ის ახლა წლების მაყურებელი არ ვარ, მაგრამ როგორც ასეთი ტრალი სმელია ნარკომანია, არც ნარკომანება ეტყობა იმ გოგოს და არც როცა ადამიანი სვამს თუ გინდა ქალი კაცი იმას ეტყობა, სახეზეც კი ეტყობა, არ შეიძლება ამდენი ცილის წამება. თუ გინდა იყოს, ჩვენი საქმე არ არის. ბავშვები ისეთ მდგომარეობაში არ ყავს, რომ ვინმეს წაერთმია. სოციალურიც აქვე, დედა ინვალიდი ყავს. როგორ შეიძლება ამ ყველას იბოროთ? რაც არ უნდა იყოს, ვერანაირ სიკეთეს, ყველაფერი რომ დაუმტკიცდეს, მაგალითად, ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ბავშვს, პირიქით აუბედურებს მის ცხოვრებას იმაში, ბავშვთა სახლში ჩაბარება. ხო, თუ მოგისმენთ ბავშვთა სახლში ჩაბარებული ბავშვები რეებს ყვებიან. მე იქიდან რო იშულენ ვითომ კარგმა ოჯახებმა და რა გადახტას. თავს კი ერთეულებს გაუმართლე, მაგრამ ისეთი რამე მომისმინე ამ ბოლოს კიდე რომ რა ვიცი. არ შეიძლება იქ პირიქით ბავშვს დაღუპავ, დედა როგორიც არ უნდა იყოს ბავშვისთვის, ის არის დედა. გინდა ლოთი იყოს, გინდა ის იყოს ღარიბი. გინდა ზოგჯერ ლახავდეს ბავშვი გულახავი, არც მე გავზდივარ ხალხო გაულახავი. აბა სად იყო მაშინ ის ვინმეს ეთქვა და მოვარდნილი იყო წავერღვან. სად იყო ჩვენ დროს იცი, რამდენჯერ გაულახევარ დედაჩემს. არც ერთი ბავშვი არ გაზრდილა ის შეყვინების გარეშე და იმ დროზე კიდე ჩვენ დროს, ავიცი. ერა ეს ხა. საჭმელს და რაჭმელს. როგორ რაჭმელს? ის ბავშვი კიდე ისეთია, თუც უნდა ახრო ეძახის, ისეთი ტიპის ბავშვია, გვერდში ყავდა და სულ მაინც დედა, თავისებური ბავშვი.
ამის გულისთვის მისცა უფლება, რადგან ხალხ ლაივი აქვს. ქართული ეს იმის უფლებას არ არის არაძლევს, ჩვენ მის ცხოვრებაში ჩაერიონ დონეზე, რომ ვითომ სიკეთეს აკეთებდა ბავშვებს ხუპავ და ცუდ გზაზე აკენებს პირით. ცუდ გზაზე. ერთცეთ ვერ შეუცვლის დედას. დედა იმ ბავშვებისთვის დედა აპირე. ვერავინ ვერ მიცეს იმ ხელას იყვანოს და გაშულებულ ბავშვებზე ახაც კიდე ინდობილობით გადაყვანილ ბავშვს ესეთი რამე მოხდა იმ ბავშვმა თავი მოიგდა ხალხო არ შეიძლება ასეთი რამე ბავშვი ხუპავ პირველ რიგში. მაგრამ დედას კი არა, ბავშვებს ხუპავს ამით პირველ რიგში. ამ ხელას სიბოროტის გაკეთება როგორ შეიძლება? ჯერით გოგო ყველაზე სტროფოდიში და ქალს დაუძახეთ და სხვა საფულინგებს და სხვა ბავშვებს ჩამოართვეთ 10 იმისთანა დაგიჯდეთ სახში, ვისაც იზიდეთ. ის იმით ჯობია რომ ბავშვებს უვლის და ასე და ისი არავინ არ იცის ვირას უვლის, მიშვილებს თერ ბინძურს სიტყვას ასმენეს, პირდაპირ ლაივში ყურდა ყურში არ გაიშვება. ხო შეგვხედრიათ ვერანდროს ვერ დავიჭირე, რომ გამიჩერებია ხოლმე რამე კადრი, მაშინ ხალხში რამე ისეთი რომ ადამიანური შემეჩნიოს ის არის, რა ვიცი, ყველა ხალხგაზრდული ადამიანი. რა ცხოვრება გამოვლინდა, რა მოყვენ დედამის და გაუკეთე და ახლა წარსულაფასებ ვითომოს ისოცხლში დაგეფასებინაო. რა ვიცი მე. არავინ არ იცის ვინ როგორ უვლის ბავშვი, პირდაპირ რაც ჩანს. თელიპეტე ხო არა არის ლაივი ჩართული. რეალობა იმისთვის სულ სხვა არის, არ შეიძლება ასე ერთი შეხედვით გადააწყვეტო და თუნდაც ამდენი წელს მაყურებელი ყო არ ვიცი მე რომ 5 წუთი 10 წუთი რომ შეჩერებული ვარ ქველაძეში ხალი ვერ დავინახე. ეს სიწმინდე ვერ დავინახე ერთი ადამიანური რაღაცა რომ მე გადამეფიქრი ვინ არა, ვწდები რა კი ყოფილა კაი ადამიანო. არ ვიცი, ეგნაირი ბინძური. მე რა არ არის წევლება, ვითომ არ ვიწყებლებიო, ეგნაირი ბინძური იმის ადამიანი. ის მაწყევარებით არ მიყვარს, მაგრამ ეგნაირი ბინძური ადამიანი, იმის ადამიანი ეგ რო არის, ბილცი, გარყვნილი, ეგ რასაც კადრულობს და ამბობს, არაფერს არ უარობს, არ ვიცი. ვისაც ეგ დედათ მიგაჩნიათ და ვინც ხარს უჭერს ღმერთ მათი და უჯინოს მის ჯიშსა ჯილაკს ეგეთ. ეგ თუ რამე. ოდა ეგ უბრალოდ ისეთია თვითონ არის ძლიერი და თავს იცავს და ვერავინ ვერ ეხება დიდად, იმიტომ რომ კიდე იქ ვიღაცებთან როგორი ისაა ურთიერთობა იმის გამო, კაი ხანს ვერ შეეხება ვერავინ და იმის გამო ძლიერად თურია, ვისაც არ ყავს ეგერ მივარდა საზოგადოებამ და ვითომ კარგი ხდეს ბავშვებს უარესის გაუკეთეს, ცუდი რამე. ბავშვთა სახში, ჩაბარება ბავშვის არის განაჩენი. ცუდი დედა თუ კარგი დედა, მისი დედა არავის არ ქონდა უფლება იმისათვის ბავშვები ჩამოუხმეს. განაჩენია ეს ბავშვები, დაღუპვა. აი ჯერ მისეს თუნდა შენიშვნა იმან. აი ვიც მაგარია რა, სოციალური მაგარ. ისეთო. რა შემაწია? ის ხალხი, ეს გოგოები განსაკუთრებით დედები, ვინც თამოს ლაივში ახლა ამ ბოლოს რაღაც ეს მოხდა და არიქავით გვერდში ედგნენ, პირდაპირ მასთან ლაივში ჩართულები ვითომ მის გვერდში არიან, აღმოაჩინე რომ ცალ-ცალკე მის ლაივებში ყველა მაინც ზოგი შეფარულად ლანდსკაფს, ცუდს ამბობს, ზოგი პირდაპირ. მაინც არ უდგანან გვერდში, ყველა გვერდს ძირს უთხრის რა. ეგ ადამიანი კიდე რაქნას ხანვისებ გაუჭება ხანვის რომ ვიღაცა მისი გვერდში მდგომი იყოს გვერდში და უდგეს და იგი ქნას მისი მხარე დაიჭიროს ამის გამო ხან ვითომ ერთს მეკედლება მეორეს და ყველა არა და ყველა მოღალატია მასთან ყველა რაც კონდა ისიც უშვებს ის გოგოც შეცდომებს თავისებურად ცხოვრების შეცდომებს მაგრამ ჩვენი განსახილველი და გადასაწყვეტი არავის ცხოვრება არ არის. რომ არ გაეშუქებინათ რა შობოდით ხალხსა და იმშვიდებდით ნერვებს. არ შეიძლება სხვის ცხოვრებაში ყველას ის ბუმერანგი დაუბრუნდება უკან ვინც ეგ საქმე გააკეთა. მას თუ არა მის შთამომავლობას მოუვა ეგეთი რამე რომ წაართმევენ ბავშვებს. როგორ შეიძლება ასეთი რა? არავის დავიცო, მაგრამ ასია სიმართლე. ღმერთის არავის დავიში. ხალხი ისია გაბოროტებული.
უყური ახლა მაგალითი რამდენი შევხვდი ქალი იცრებლებოდა იმხელა ბიჭი ყავს შორს ამანტყოფი უწევს ხოდა რას მერჩითო შევარდება ვიღაცა ამწარებს ანერვიულებს თუ რაღაცებს უწევს იმას რას ერჩი ამანტყოფი შვილი უწევს იმხელა შენ ხო არ გთხოვს რამეს იქნება ვინმე გამოუშვეს ისეთი შვილი გადაურჩინოს სიკვდილი და როგორ შეიძლება აი რამდენ შევესწარი რამდენი ამანტყოფია ვიღაცა შევარდება იქ რა ვინაშავებს რამის აი ადამიანი თვითონ ბოროტის სული და სატანაზე როა მიბარებული ისეთები აკეთებენ ამას კაი ბატონო სხვაგან სხვის ცხოვრებას ხედავ განიხილავი მამანტყოფთა რა გინდა რა დაგიშავ ღმერთის არ ეშინია იქაც შევარდებიან ანერგიულებენ ატირებენ დედასაც შვილსაც როგორ შეიძლება ასეთი რამე ღმერთის არ გეშინია ან ვინმეს იმის ფიქრი გააჩნია რომ ოდესმე ავად არ გახდება ან ის ვინმეს ახლობელს რამე არ მოუვა რა ყველა ფეხებზე კიდია ყველა და ყველაფერი როგორ შეიძლება ავანტყოფსაც აბულინგებენ ამცირებენ ამწარებენ კარგად მოხდა მე რა ვიცი ამნაირი ხალხის ნამდვილი მიარვა ამნაირი უსამართლო სულად ამბობენ რამე სამართლიას აკეთებს უსამართლოზე უსამართლო ერივა ქართველებმა იციან აგერი ცხოველების თავზე გადაყოლა მეტი არა არის ქართველმა რომ მივიდეს კი არ დაეხმარება ქართველს იმას გადაეფარებიან კი ან დაზვათ უცხოელს გამოიჩენენ თავს თუ უკვე კაცო უცხოელს ეს რა კარგი ერია ქართველები აბა ქართველი ქართველს თუ დაეხმარება მე ინტერ წააყვედრიზე ინტერ წაამადლებს რომ რა ვიცი მადრის დაკარგავს ყველა რამე დაუკეთები ამ მოამბობს ისთვის შედაროწული აი მამას ახლა მოვრეცხო და ვაი მე საქმეს გადაუყარო ჯადის მე მევინდომე გამოაცხადო არ ვაპირებდი მაგრამ მე ვისურვილიას დედა ისევ შეიძლება დაცხოს და ფეხზე შემევიდან იქ უფრო დასველებული ფეხზე კიდე არ დასველდეს გავაშრო ამინდები მინდა დროზე შემოიარდა ნარი ფეხზე იყიდა ზევიდან არ იყიდო მასეთი მაინც ისეთი იყიდა ზევიდან რო ფეხზე სველდება არ გაისით ფეხს შიგიდანაც დასველებული წიმაში გუში წავიდა წვიმა მოუწია და მოვიდა და სველი ახლა კაი ამინდი უნდა ფეხზე და კაი ამინდი არა ხელად მეიკუთრო კიდე დაცხეს და როეც გაშრება მათ მეორე ფეხზე კი აქ მაგრამ რატომ უნდა გააფუჭოს ახალი ფეხი მაინც აყიდელია კიდე მაინც რა თქვა არ ასე სულ დასველდება მაინც კაი ამინდის ეგ წვიმაში შესაძლებელი არა არის უთხარი ისეთი იყიდე მეთქი ტყავის ზედაპირი და არ ჭნირობის გამო დადო იმფერი გაიქროს რეზინას აი პატარა შნობი რას უშვილდა იწელება იმ ხელაზე კიდე არა სავალდებულო დიდი იყოს მაინც და მაინც ორი განმოყრიელი შესაკრა შეიკრავდა პატარა ნორმაზე ლამაზად არის ფეხსაც მე ისეთი კარგი ფეხზე დადო და ეს კიდე სულ სველდება შიგნის სველი გარეცველი შიგნიდან როა სველი გააცუდი გასაშრო ფენთას ვაშლე და მე ვითომ მეგონა გამოაშვი და გავიხედე უფრო ვარესაც სველი არა ხედავ როგორ ჩამოქუფდა ტელეფონსაც დაეწყო დღეს შუქი როგორ იმისქნა წავედი იმას გადავყვეთ და მოვაკიდე ეს ახლა მაღალ ცეცხლზე არ მინდა დავალზე მოვალე ხლა მარიცხო ამაში ჯამი კარგად კი გამევიყენე ჩინური
დედა რა ჩამოხუქთა შემოვიდანი ფეხზე რა გიდათ იმისთან არის არის სველი რა გააშრობდა რაღაცა უწუთ გამოვიდა მზეა წამოვიდა წინსკრებ დასხებს მამად როცა გვინდა და მაშინ არ იყო ეხლა რა თქვი დასხებს როცა წვიმდება ასია გიგონება განხარია შეხედეთ როგორ ჩამოვგნელდა აქ ტელეფონისთვის შუქი არ არის მე კი ვხედავ ჩემთვის რა კარგი დაღა დაგემშვიდობებით ჩემო მომავალ შეხვედრამდე ყველაზე დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის ახლა იმედია კიდე სხვის დაცვაში კი არ ჩამეთ თვალოს და არ შემომივარდეთ მაგის გულისთვის რომ თაკო ასეთია თაკო ისეთია ყველა დედას ვიცავ მე განსაკუთრებით მარტო ხელებს მე რომ მქონდეს ლაივი პირდაპირ ლაივი აქ ასეც ხო გვერძვიან რომ ვიყურებენ და კიდე სწორად ზოგი რაღაცას ვერ აგიქვამს როცა პირდაპირ ლაივია რაღაცა კიდე ისე არ ჩანს ბავშვების ამბავი ყოიცით ხავ ბავშვები ასეთია საერთოდ დედასაც უნდა ზოგჯი ჭამა ბაიმე დედა ჭამდა ბავშვს არ აჭმედაო რა იცის რომ მანამდე არ იყო ნაჭამი კი ბიჭმა უთხრა ხან ასე გამოვიდა ხან ისე ზოგს სხვა უნდა ზოგს სხვა უნდა მაგრამ დედასაც უნდა მე რო ახლა დედებს ვუყურებ მე სად ვიყავი მას წინდის ჭხირივით ვიყავი ხალხო ჭამასაც ვერ ვასწრებ მით უმეტეს სახლში ვიყავი 5 წუთი რო დაიკავდნენ ბავშვის არ მყოფნიდა სულ ძუძუზე მყავდა მე თვითონ ჭამას ვერ ვასწრებ და მაშინ რო ლაივი ჩამერთო და ვინმეზე ეყურებია ჩემ და კიდე მე გამაკრიტიკებოდა ვარა ბავშვი როგორი იყო იცი ამას ძოს კარკონია პირში საერთოდ სულ ძუძუზე უნდა და პირი ქონოდა სული მქონდა მომძრალი ასე ვიყავი ახლა გაფუნფულებული რო დადიან გოგოები სად ვიყავი მას არც კალიასკიაში ისდი და არსად არის ისდი და იყო მძიმე ადღეში ვიყავ და როვინმეს ვენახე და იყო და თვითონ ჭამს ბავშვი აგერ ჭუჭყუნობს ი ჯაზიას ჭუჭყუნობდა იცის თუ ზუზუ უნდა და არავინ არ იცის ვისთან როგორ რა ხდება ერთ წუთს არ მასვენები და იცით რა დღეში ვიყავი წაქცევაზე ვიყავ გუდავანებები ზუზუს თავზე მე ძის მოვიტყვის სულ კი იქ რაღაცებს ხედავს რომ მიდის მოდის ყიდულობს თავისთავად ასე უნდა მოხდეს როცა არის უფრო უკეთესია საყურებლად მიდის აგერ მაღაზიაში წავიდა და ბაზარში წავიდა უყიდეს ისიც იმასაც შემესწარი რომ ქალებმა ბაზარში ბავშვებისთვის ტანსაცმელია ჩუქეს რაც არ უნდა იცოდი დედა იყოს ვინმე არავის არ აქვს არც ვერ მაქვს უფლება იმას აქედან მით უმეტეს არ ვიცნობ არტიკულჩივი არ მაქვს უფლება თუ გინდა ჩემი მეზობელი იყოს არ მაქვს უფლება ბავშვებისთვის ის ცუდი ვიცნობ ჩემ თვალში ცუდი და მისთვის კარგი მოკლედ მასეთიც არ არის ახლა გოგო პირველად არ უყურებ მე და რა ვიცი ნებისმიერ მარტო ხელა დედის მხარეს ვარ ყოველთვის ისკენა ყველა მას არავის არ მინდა რომ გავაკრიტიკოს სულ არ არის ჩემი საქმე არც იმაზე ბრაზობ იმეს უცხავენ რატო უცხავენ მაგალითად მაგალითი ის არის ავადმყოფს შეუვარდებიან და ამწარებენ მან რას ხედავენ ისიც მაგრამ ასეთი ადამიანები არიან მე რა ცუდი არ მიგია მოვალ და თარია აი მე მიშვიდე კარებ ჩამოვკეტო მერტო გამისა ის ქნა წავედი ხალხო წავედი თორე გაფრინდა სასწაული ხარია კარგად მოვედი ხალხო ძვირში შემოვედი სახლი კი ასე გაიწელება კარისგან კარგი დაბა კარგებო ნუ კარგი გითხავთ სხვას რა კარგი გითხონ ჩვენც კარგად იყავით შემოგარებოთ სწორად გაიგეთ ჩემი ნაბა მომავალ შეხვედრამდე